მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. 22 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით. ახლავე დავალაგებ ვარიანტებს, გაშლაურ ვარიანტიანი გვექნება. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს 22 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს. მეგობრებო, პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი. პირველი ვარიანტი ეს ქვა, მეორე ვარიანტი ეს ქვა. იმედი მაქვს ორივე ქვა კარგად ჩანს. შეგახსენებთ ასევე რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდები თქვენს უკავშირს, თქვენი ლაიქების, თქვენი კომენტარების სახით. და ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი, რა თქმა უნდა ვაპაუზებთ. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, პირველ ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა ენერგიებში. კვერთხების 6-იანი, ეს არის გამარჯვება კონკრეტულ სიტუაციაზე, გამარჯვება კონკრეტულ ვითარებაზე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. და პირველ რიგში ნახეთ, კვერთხების 6-იანი ყველაზე ხშირად პირადად ჩემთვის ასოცირდება როგორც გამარჯვება არა სხვა ადამიანებზე, არა რაღაც კონკრეტულ არ ვიცი სიტუაციაზე, შეჯიბრზე, არამედ როგორც გამარჯვება პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ რაღაც სადღაც სიზარმაცეზე, სადღაც დისციპლინის გამარჯვება, სადღაც შიშებზე გამარჯვება. ხვდებით ხომ? თანაც შეხედეთ არკანსაც რომ დავაკვირდეთ, რაღაც ისეთ ენერგიას ვხედავ, სადაც თქვენ კი აღარ გაორბიხართ თქვენს რაღაც შიშებს და თქვენს ბნელ მხარეს, არამედ ღებულობთ თქვენს ბნელ მხარეს ისეც როგორიც არის. ბნელი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არ ნიშნავს ცუცან ბოროტს, ბნელი არის უბრალოდ ფარული, ხო? შევთანხმდეთ ამაზე. ფარული, უარყოფილი სოციუმის გამო, შიშების გამო, სტერეოტიპების გამო, შეხედულებების გამო, ბევრი რაღაცის გამო ვუარყოფთ ხოლმე ადამიანების საკუთარ თავს. ხანდახან გარკვეული ემოციები უბრალოდ გროვდება, იმიტომ რომ კონკრეტულ მომენტში გავორბივართ ემოციებს, ხო? და აქ მე ვხედავ იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თითქოს ეს თქვენი ბნელი მხარე ძალიან გაწვებოდათ ემოციებზე. სხვათა შორის, ვისაც გაინტერესებთ და წვრილებით რა არის ეს ბნელი მხარე, მე კი გითხარით ზედაპირულად რაც არის, მაგრამ შეგიძლიათ წაიკითხოთ რამე კარლ იუნგის, ან უბრალოდ Google-შიც დარწმუნებული ვარ იქნება ინფორმაცია, რომ დაგუგლოთ კარლ იუნგი და ჩრდილები და ეს ყველაფერი. ვფიქრობ, შეძლებთ რომ მოიძიოთ ინფორმაცია. კარგით, საკითხს რომ არ გადავუხვიოთ, აქ ვხედავ იმას, რომ თქვენ ახლო წარსულში თითქოს თქვენი ეს ბნელი მხარე მაქსიმალურად გაწვებოდათ, რაღაცნაირად გაწოხებდათ და ახლა თქვენ უკვე ხართ ისეთ ენერგიებში, როდესაც ამ ბნელ მხარეს უშვებთ, ღებულობთ საკუთარ თავში და სწავლობთ მასთან თანაცხოვრებას. ანუ აქ მოდის გამარჯვება, შეთანხმება, მოლაპარაკება ბნელ მხარესთან. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 22 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით. არკანი თასების 7-იანი, არკანი ზომიერება. შეხედეთ მეგობრებო, ამ ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტად ილუზიებისკენ იქნებით მიდრეკილნი. ნახეთ, იცით აქ როგორ სიუჟეტს ხედავ, თასების 7-იანი. ამ შემთხვევაში მე აქ არ ვუყურებ რაღაც არასასიამოვნო ილუზიებს, უფრო ჰარმონიულ ილუზიებს ვუყურებ, იმიტომ რომ აქ არის არკანი ზომიერებაც. მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ხო? და ნახეთ, ამ შემთხვევაში ილუზიები არ არის რაღაც ისეთი, როდესაც ვიღაც გაატყუებთ და თქვენ ტყუვდებით. არა, აქ უფრო მეტად ვხედავ ასეთ სიტუაციას, სადაც თქვენ მეტად ხართ ისეთ ჰარმონიულ ილუზიებში, ანუ მაგალითად ფანტაზიებში უფრო ხართ რა, აი ფანტაზირებთ, მანიფესტირებთ რაღაცას, ხო, რატომაც არა, იმიტომ რომ მანიფესტაციაც იწყება ყოველთვის ფანტაზიიდან, წარმოსახვიდან. უფრო თქვენს წარმოსახვაზე ვხედავ მეტ კონცენტრაციას, მეტ ენერგიებს, მაგრამ არა ნეგატიური, არამედ მაქსიმალურად პოზიტიური გაგებით. ვიღაცისთვის სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს რაღაც თამაშებიც კი, ამასაც არ გამორიცხავ, იმიტომ რომ მე თვითონაც კი ბოლო პერიოდის განმავლობაში დავიწყე ისეთი თამაში, მობილური თამაში, სადაც სულ სხვა რეალობა არის, სულ სხვანაირი პერსონაჟები. გამიმეორებ, ყველაფერს თავისი დოზა უნდა ჰქონდეს რეალობაში, ხო, ზედმეტი არაფერი არ არის კარგი, მაგრამ აი ხანდახან საკუთარი თავის წანებივრება, სადღაც მანიფესტაციები, სადღაც ვცდილობ ახლა სწორად გამოთქვა დეზადაპტიური ოცნება
საჭირო არის კიდევაც, იმიტომ რომ ხშირად ეს გადადის მანიფესტაციებში და ამ ერთი კვირის განმავლობაში უფრო ასეთ ენერგიებში იქნებით, უფრო აი მანიფესტაცია იქნება ძალიან ძლიერი თქვენთვის პირველი ვარიანტი. დავამატოთ კიდევ არკანები ვნახოთ, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანის სამყარო, თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოება, თქვენი სამყაროს განვლება პირდაპირ გაგებით. იცით, აქ არც კი მინდა რომ დავამატო სხვა არკანები, იმიტომ რომ პირდაპირ ხედავ თქვენ უთანხმდებით. აქ ხდება ასეთი მოლაპარაკება საკუთარ ბნელ მხარესთან, მიმღებლობა საკუთარი ბნელი მხარისა, საკუთარი შიშებისა, საკუთარი უარყოფილი ემოციებისა და მხარეებისა და პლუს ხდება აქ რაღაც გარკვეული მანიფესტაციები, გარკვეული ფანტაზიები, გააზრებლად თუ გავაზრებლად და თქვენი რეალობის ტრანსფორმაციას ახდენთ თქვენი აზრების მეშვეობით პირველი ვარიანტი. მეც აქ ნამდვილად აღარაფერს აღარ დავამატებ, უბრალოდ არც კი მინდა რომ მეტი რამე დავამატო, სულ ეს არის ის ინფორმაცია, რაც თქვენ ახლა გჭირდებოდათ. ასე ვიგრძენი. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და აქ უკვე ამოვიდა არკანი ქურუმი კაცი. ზოგადად 21 დეკემბრიდან 20 დეკემბრიდანაც კი კარგი არის, გადასარევი არის ნებისმიერი სახის მანიფესტაციები, სურვილების ჩაფიქრება, გარკვეული პრაქტიკები, რიტუალები, ვისთვისაც ეს აქტუალური არის, ტაროს წამკითხველობაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ზებუნიაობის დღესასწაული. ვაცილებთ ბოლო სტიქიას და გვაქვს იოლის უმშვენიერესი დღესასწაული, რომელიც გრძელდება 12 დღე, 1 იანვრის ჩათვლით. და ამ პერიოდის განმავლობაში კარგი არის ყველაფერი, რაც არის კავშირში სულიერ განვითარებასთან, მანიფესტაციებთან, პრაქტიკებთან, რიტუალებთან. ამიტომაც, რა თქმა უნდა, კარგად დაფიქრდით, სანამ რაღაცას გააკეთებთ, მაგრამ ნებისმიერი სახის მანიფესტაციები თუ გინდოდათ, რომ გაგეკეთებინათ და ეძებდით ამისათვის დროს, მინდა გითხრათ, რომ ჯობია დღესვე დაიწყოთ, არაფერი არ გადადოთ მსგავსი. ჩემს კოლეგებს, პრაქტიკოსებს აქ მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად კარგი იქნება ნებისმიერი სახის რიტუალებიც. და მოდით დავამატოთ ახლა არკანები და ვნახოთ, კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. 22 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით. არკანი კვერთხების პაში, არკანი ჩამოკიდებული კაცი, არკანი თასების ხუთიანი, არკანი კვერთხების მეფე და კვერთხების ტუზი. ნახეთ, რამდენი კვერთხების ენერგიები ამოვიდა. მეგობრებო, პირველ რიგში ორი უფროსი არკანი ყავს, აქ არკანი ქურუმი კაცი და არკანი ჩამოკიდებული კაცი. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ ცოტა ისეთი არასასიამოვნო გაფრთხილებით, რაც აუცილებლად უნდა გითხრათ. ცოტა ფრთხილად იყავით ინფორმაციასთან, მაქსიმალურად კარგად გქონდეთ ჩართული ამ ერთი კვირის განმავლობაში ინფორმაციული ფილტრი, იმიტომ რომ ყველაფერი ვინ რასაც დებს ინტერნეტში სიმართლეს არ შეესაბამება. და ნახეთ, მე თქვენ თავდაპირველად გირჩიეთ პრაქტიკები, მანიფესტაციები და მსგავსი რაღაცეები, ხო? მეგობრებო, აქაც მაქსიმალურად ყურადღებით და დაფიქრებულად იყავით, იმიტომ რომ ყველა ვინ რა სახის რიტუალებსაც გიზიარებთ, ყველაფერი სწორი, ყველაფერი კარგი და ყველაფერი ჯანსაღი ნამდვილად არ არის, მეცაც ვიტყვი, ძალიან ბევრი თაღლითი არის, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია არის, ძალიან ბევრი რაღაც ხდება უბრალოდ ნახვებისთვის და ქულებისთვის და იცით, პირდაპირ ვიქნები, ის ადამიანი იტყუება და იტყუება, ხო? დაუშვათ, მაგრამ თქვენ თავად უნდა გქონდეთ თქვენი აზროვნების უნარი, თქვენ თავად უნდა გქონდეთ თქვენი კრიტიკული აზროვნების უნარი, ხო? ნუ დაგეზარებათ და ზედმეტჯერ მოიძიეთ ხოლმე ინფორმაციები, სანამ რაღაცას გააკეთებთ, სანამ ვიღაცას რაღაცას ეტყვით, სანამ ვიღაცას დაუჯერებთ უფრო სწორად. ნუ ხო, თუმცა სანამ ვიღაცას რაღაცას ეტყვით კიდევაც, ეს კი ბატონო. განსაკუთრებით ახლა ამ პერიოდში. ამ პერიოდში ძალიან ბევრი პრაქტიკა იქნება გაზიარებული, დარწმუნებული ვარ, როგორც ეზოთერიკოსებისგან, ასევე ცრუ ეზოთერიკოსებისგან, მაგრამ აი ინფორმაციული ფილტრი გქონდეთ ჩართული. დანარჩენის კუთხით მე აქ ვიტყოდი იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ
შეიძლება რაღაც მომენტებში გრძნოთ გარკვეული ემოციური კრიზისი, ემოციური სიცარიელე, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ აი ამ კვერთხების პაჟის ენერგიებიდან იზრდებით კვერთხების მეფის ენერგიებამდე. თქვენს რეალობაში იხსნება რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი პოტენციალი, ახალი პერსპექტივები და ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი შანსია მოგიწიოთ ცოტა რთული, ცოტა არასასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღება, სადღაც სიცარიელის შეგრძნება იქნება, სადღაც ბევრი დროის დათმობა მოგიწევთ, ბევრი დისციპლინის გამომჟღავნება მოგიწევთ ისეთ საკითხებში, რომელიც შეიძლება დიდად არ მოგწონდეთ კონკრეტულად იმ მომენტში მაინც, ხო? მაგრამ აი საბოლოო ჯამში იცოდეთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ განიცდით ისევე როგორც პირველი ვარიანტი საკმაოდ დიდ ზრდას, შინაგან ზრდას და ის ყველაფერი, რაც თქვენ გელოდებათ აქ, იქნება საჭირო თქვენთვისვე, თქვენივე განვითარებისთვის. და აქ მოდის ძალიან მძლავრი სულიერი განვითარება. პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ იყო უფრო მეტად რაღაც სულიერ განვითარებასთან რაღაც გარკვეული მანიფესტაციები, სურვილების ასრულებაზე, მუშაობა და მსგავს რაღაცებზე, მეორე ვარიანტის შემთხვევაში კი ბატონო ესეც არის, მაგრამ უფრო მეტად არის საკუთარი თავის დამუშავება, საკუთარ თავთან სადღაც კონფლიქტის მოგვარება, საკუთარი თავისთვის ცოტა დისკომფორტული შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის მიღება, გააგება. ყველასთან რა თქმა უნდა ინდივიდუალური სიმძლავრით რეზონირდება, ვიღაცისთვის ეს იქნება ძალიან მარტივი პროცესი, ვიღაცისთვის საკმაოდ რთული ემოციურად, მაგრამ ინდივიდუალურია. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.